მოგესალმებით, პატივცემულოსვენელებო, მეგობრებო. გთავაზობთ პანდორა და ალიონა ბერეგინას ინტერვიუს. ეს არის მეორე ვიდეო, მაგრამ პირველი ვიდეო მე არ მინახავს ინტერნეტში. კარგი, რა მნიშვნელობა, თითქმის ეს ცალკე თემაა. ხო, პანდორა და ალიონა ბერეგინა ყვებიან თუ რა ხდება ანტარქტიდაში. მას დავიწყოთ. ხო, და ისინი პასუხობენ მკითხველების კითხვებზე, მაპატიან მცვენელების კითხვებზე. ხო, მე უსათვალეთ იმიტომ, რომ ახლა ღამეა და კარები დაკეტილი მაქვს და შუქი მაქვს ანთებული და საღამოს როგორც მე მაქვს ნათქვამი, რომ უკეთ ჩანა ყველაფერი და მე მოვიხსენი სათვალე, რადგან გითხარით, რომ მარცხენა თვალით მე ახლო და ხედავ რაღაცას, ღილაკსაც ხედავ, ის დღისით მიჭერს უფრო ნახვა, ნაოპერაციული თვალითაც, მარჯვენა თვალითაც, იმიტომ რომ მიშლის მზის სინათლე. ხო, და ალიონა ბერეგინა ამბობს, რომ 1-6 წლის უკანო მე ნახეო ჩემით გადავწყვიტე ანტარქტიდის ნახვა. მე გადავწყვიტე თანამგზავრის დახმარებით ჩვენი პლანეტა გამეთვალიერებიაო. მეტესწილად ანტარქტიდაო. და მე ვადიდებდიო, ვამცირებდიო გამოსახულებას. არა, ეს არ არის მოთხრობა იმაზე, თუ როგორ მოგზაურობდა ალიონა ბერეგინა წელსამყაროში. ეს ალიონა ბერეგინამ ეს ყველაფერი ნახა ახლანდელ დროში. Google რუკის დახმარებით. ანუ თანამგზავრის დახმარებით. და ალიონა ამბობს, რომ მე მოძრაობდიო სანაპიროზე, ნაპირის ხაზით. მოძრაობდიო ნაპირის ხაზით. ნაპირს მიყვებოდიო. და მე შევამჩნიო საინტერესო ხაზები, რომელიც უბრალოდ აღმოჩნდა, რომ ეს ხაზები ყოფილა გზები, ეს ხაზები, რომელსაც მე ვხედავდიო, ყოფილა გზები და როდესაც ასე მივყვებოდიო იმ გზას, აღმოჩნდიო ბაზაზე, სადაც იდგაო ნავთობის შესანახი ბაკები. ხომ იცით, ნავთობს, საწვავს, დიზელს არის ეს ბევრ ქალაქებში, მით უმეტეს საპორტო ქალაქებში. დიდი ბაკები, უზარმაზარი ბაკები, სადაც ინახება ან ნავთობი, ან დიზელი, ან კიდევ ისა რა ქვია, რამე სითხე, რაც ჭირდება ტექნიკას. იქ იდგაო რამდენიმე ბაკი, ყველა იყო დანომრილი და ამ ბაკების გარშემო იყო გზა გაკეთებული, ეტყობა მანქნებიო დგებოდნენო და ხომ იცით, მანქანა რომ ხშირად დგება, ან შემოდის, ან დადის იგივე ადგილას, ეთქდება გზა, ხო? და მე მივხვდი, რომ ეს ბაკები, ეს საწვავი რაღაცისთვის ჭირდებოდათო. და მე გამოვყევიო უკან იმავე გზებს, ნელ-ნელა იმავე გზებითო Google რუკას დახმარებით ვუნდებიო უკან. ის პირადად კი არა, რუკის დახმარებით, Google რუკის დახმარებით, რომელსაც მართავს თანამგზავრი. და მასე მოვედიო ქალაქში, ანტარქტიდაში. მე ვიცოდიო, მე რომ არავინ დამიჯერებდაო. გუშინ იატაკს წმინდავდიო და გამახსენდაო ეს სიტუაცია. და რადგან მე არავინ დამიჯერებდაო, დამატკიცებელი საბუთების გარეშე, მე იმ დროს გავაკეთო სკრინშოტები და შევინახეო ეს სკრინშოტები. იქ იყო მაღაზიები, ბაღი, იყო შენობები, მოძრაობა. ქალაქი ცხოვრობდაო ჩვეულებრივი ცხოვრებით. და Google რუკას ხომ ვადიდებ, ხომ უჭერდა, ხო ადიდებ, ის ხომ გაჩვენებს, რომ აქ განაგებულია სკოლა, აქ განაგებულია ბარი, იქ განაგებულია მაღაზია, აქ განაგებულია ბაზარი, იქ განაგებულია მაგალითად სადგური,
ავტოსადგური ან რკინის სადგური და ასე შემდეგ, ან ქუჩების დასახელებას იძლევა. მასევე ალენა ბერეგინამ ნახა დასახელება ქუჩის, მაღაზიის, სკოლის და ასე შემდეგ. ჩვენ და სუმრა ჩამოვიდაო და მე დავიწყეო ამ თემაზე საუბარი და ვანახიო ჩემ და სკრინშოტები, რადგან მან არ დამიჯერაო. და რაღაც დროის შემდეგ მე შევეცადე ისე მომიძებნაო ეს ქალაქი, მაგრამ ვერ ნახეო. ვერც ქალაქი ვნახეო, ვერც გზა ვნახეო და ვერც ის ბაკებიო. მე ვნახეო, რომ იყო ქაღალდები ამოჭრილი და დაფენილი, რაღაც დაწეპილი იყო, ასე ვთქვათ, და ის ადგილები, რომლებიც მე ვნახე, იყო დაწეპილი და დამალული. გადაკეთებული იყო რუკა. და იმ დროს მე შევამჩნიო და იმ დროს კი არა საერთოდ მე ვამჩნევო, რომ ყინულოვანი კედელი ინგრევაო. ეს ჩანდა თანამგზავრ ონლაინში, როდესაც თანამგზავრი გამოდიოდაო სინათლის ზონაში და მე ვხედავდიო, რომ ამ ნაპირის ხაზი პუნქტირული ხაზებით გადიოდაო და მე ვაკურდებოდიო ტრაექტორიებს, რადგან მე ამ ქალაქს ვაკურდებოდი არაერთჯერ და მე მას პოულობდი მოგვიანებითაც და ვხედავდი, როგორ იცვლებოდა სანაპირო ხაზი და ჩდება ხმელეთი. მე როდესაც ვხედავდი, იმ მომენტში იქ უნდა ყოფილიყო მაღალი მინუსი, მაგრამ და იმ მომენტში ნახდა ჩანდაო თუ ყინული როგორ იცვლებოდაო, როგორ დინებოდაო და როგორ ანთავისუფლებდაო მიწას. მიწა მოჩანდაო. და მე დავიწყო ძებნა იმის ეზისა თუ რამ გამოიწვიაო ეს და მე გავიგიო, რომ იქ იმ მომენტში ყოფილაო პლუსიანი ტემპერატურა და ამით რამაც გამოიწვია ყინულის დადნობა და გავაშიშდა მიწის ზედაპირი იქ ანტარქტიდაში. მე ძალიან კარგად შევამჩნიო თან ბრიტანული ასე ვთქვათ ბრიტანელების ჯგუფი, ნახეო როგორ მოძრაობდაო ამ გზაზე. მე ხედავდიო ბალახებს და ხედავდიო მოყვითალო ყვავილებს. ხო, ძებნის დროს რომ მოძებნა. ნახეო დათუნიები, რომლებიც ისე მაგრად იყვნენ დასუსტებულები, ძვლები მოუჩანდათო, ნეკნები მოუჩანდათო. ხო და იმ ადგილებში, სადაც მიწა იყო გაჩეშლებული, მე ვიპოვიო პირამიდები. ახლა კი ეს ყველაფერი არის დამალული, დაფარული რაღაცით. კედელი დნება, ყინულოვანი კედელი დნება. ხო, როდესაც დაიწყო ამ ყინულოვანი კედლის დადნობა და დანგრევა, ხალხი, რომლებიც ცხოვრობენ ეკვადორზე, კედელთან უფრო ახლოს, ხო, რადგან იგენი ეკვადორზე ცხოვრობენ, უფრო ისმის ხმაური, რაღაც ისეთი ხმაური ესმოდა თითქოს რაღაცა ხრიჭინობსო. ესმოდათ ყინული როგორ წდებოდა. ყინულის დაცემის, ყინულის ბზარის გაჩენის ხმა ისმოდა ალბათ. ახლა პანდორა ამბობს, რომ მეც ვარო იქ ნამყოფი, მე წვრილ პლანზეც ვარო იქ ნამყოფი და იქ ცხოვრობს ცივილიზაცია ვარდისფერი კანით. და ისინი ხატავენ სახეზე რაღაცას. და ფეხები მათ აქვენ როგორც კატებს, მუხლივით უკან შებრუნებული. და ჩვენო გავყვესო, კედელი აჩენესო ჩვენ შორისო, რომ ჩვენ არ გქონოდა მაგათთან კონტაქტი. და მათი ტერიტორია ჩამოგავსო აფრიკას ძალიან და იქაც ხდებაო თავიანთი პროცესები. ჩვენ გვაქვს ძველი გრავიურები და ეს ცივილიზაცია არისო იმ გრავიურებზე გამოსახული. რა არის გრავიურა? ადრე ხომ არ იყო ეს ინტერნეტი, ტელევიზორი, ფოტო გადაღება და მხატვრები ხატავდნენ გრავიურებს. ფერადი არა, გრავიურა იხატებოდა შავ თეთრ ფერში, ან ნაცრისფერ თეთრ ფერში. ამას ქვია გრავიურა, ამიტომ უწოდებენ ამას გრავიურას.
ესე იგი გადმოსცემდნენ იმას, რასაც ხედავდნენ. ხო, და როდესაც დააკვირდებიო ჩვენ ვიწას ჩვენ ადგილსო, გააჩნიო საიდან დააკვირდებიო. ახლა სიბრძედან ჩანაო ჩვეულებრივად რაღაცნაირად შემოხაზული. მაგრამ თუ დააკვირდებიო ზემოდან გავსო ბურთს, თუ დააკვირდებიო წვრილი სამყაროდან ბურთივით ისა რაღაცნაირად მოძრავიაო. ანტარქტიდა ჩანსო წვრილი სამყაროდან ქვევით სიღრმეში. თითქოს სიღრმეში ზევიდან იყურები და სიღრმეში ხედავ ანტარქტიდას წვრილი სამყაროდან. ორ სამყარო მაპატიეთ, მეორე განზომილებიან სამყაროდან ჩვენი ადგილი ჩანს როგორც სივრწყე. მეორე განზომილებიან სამყარო დონიდან უпростоრად მაპატიეთ. მეორე განზომილებიან დონიდან ჩანს ჩვენი ადგილი, სადაც ჩვენ ვხოროთ როგორც სივრწყე. საერთოდ დედამიწა წვრილ პლანზე ჩანს როგორც რვიანი. და ამ დროს დედამიწა ჩანს როგორც რვიანი, ხო? აი ასე დაუშვათ რვიანი. და ამ დროს ის ესე იგი ჩავაშიკ ჩაეფლობა, მე ისევ ამოვა, ну როგორ გითხრათ, ასე ბრუნდება რა, გადმოყირავდება, შიდა რაც შიგნითა ის გამოდის გარეთ, რაც გარეთა ის ჩადის შიგ. Выворачивается. Начали выворачиваться, потом выворачивается. მე არის ინტერნეტი არ მაქვს ამ მომენტში, მე ინტერნეტი არ მაქვს ისევ. ალბათ გამიგეთ მე რას გიხსნით. ესე იგი თითქოს და იხსნებოდეს როგორ გითხრათ, აი ბევრს გვითამაშია ბავშვობაში ძაფები. ხომ იცით ძაფებს ვიმაგრებდით თითებზე და ვცდილობდით რაღაც ფორმა მიგიღო მისთვის. მოგვეცა ამ დაბისთვის ხელების მოძრაობით. ამდაგვარი მოძრაობით ხელებით არ ხო თვითონ დედამიწა წვრილი სამყაროდან რო შეხედო ტრიალებს სამყაროები ედობა ერთმანეთს, ზოგადად სამყაროები ისო დონე განზომილებები ერთმანეთს ედება, ან უერთდება ერთმანეთს და ეს ყველაფერი ასე მეორდება სხვა პლანეტებსაც თუ დააკვირდებით, უფრო მაღალ განვითარებულ, უფრო მაღალ ენერგეტიკულ პლანეტებს, აი ამდაგვარი პროცესი ხდება იქაც. Выворачивается, ესე იგი პლანეტა შიგნით შებრუნდება შიგ და შიგნით და გარეთ გადმობრუნდება. გამოდის რა. Интеллекту, по осознанности, по вибрациям. И вот мы сейчас как раз на том самом уровне, где оборачивается и выворачивается. Если он не дорос, для него... თუ ადამიანიო გაიზარდაო ამ დონემდე, ის ამას ამჩნევსო, მაგრამ თუ არ გაიზარდაო მაგ დონემდე, ის ამას ვერ ამჩნევსო. და მისთვის ის ადამიანები, რომლებიც არ არიან ენერგეტიკულად ამაღლებულები, ისინი ხედავენო როგორც სივრწყეს. ასე რომ მე მინდა გითხრათ, რომ არცეთი არ იტყუება, ვინც ხედავს სივრწყეს, ვინც ხედავს დედამიწას როგორც ბურთს, ან ვინც ხედავს დედამიწას როგორც ახლა მე თქვენ აგეხსენით მოძრაობაში. და კიდევ შეიძლება სხვა ფორმებსაც ხედავდეს ვინმე. არავინ არ იტყუება, ყველა ამბობს სისწორეს, რადგან ის ხედავს მასზე. ის არის იმ ენერგეტიკულ დონეზე, რომლის დონიდან ხედავს დედამიწას მასზე. და ახლა მსით ადამიანის გამწყურნება სისულელია, იმიტომ რომ ისინი ხედავენ ამას. ხო, ზოგისთვის ბურთის მაგვარია. და კიდევ მინდა გითხრათ, რომ რადგან დედამიწაზე ძალიან ბევრი კარიბჭეებია, მაგალითად ამ გადმობრუნების დროს, ან ხო, შიგნიდან გადმობრუნების დროს, ან შიგნით ჩაბრუნების დროს, მეგონი მოვდებნე საჭირო სიტყვა. ჩაბრუნდებიან, ამობრუნდებიან, მაგრამ წვრილ დონეზე რიანად ჩანს, ციფრი 8, ხომ იცით, იმდაგვარად.
და ამ დროს ხომ დედამიწას კარიბჭეები არის, ზოგი კარიბჭე იხება და ამ ჩაბრუნების ან ამობრუნების დროს თუ ეს კარიბჭე გაიღო, იმ კარიბჭეში შედიან. ხო, და ეს სამყაროები ერთმანეთში იხლათება, ერთმანეთს ედება, ერთმანეთს ეწებება. შეიძლება კარიბჭე გახსნა ერთი სამყაროსთან შეხვიდე მეორე სამყაროში, მაგრამ უნდა იცოდე. მე მინდა ახლა ცოტა ჩემი ისა ჩავთო ერთი რაღაც. ჩემი აზრი არა ეს რომელიღაც ვიდეოში მოусვინე მე თუ კარიბჭე ხო ტონი გუდი და მისი ჯგუფი ამბობდა მგონი ამას არხი რასკრიტი ანუ არხი გახსნა კიდევ პრაბუჯიძის არის კიდე ასეთი არხი სადაც ამ გახსნის პროცესები იხსნება და რამე და იცით გითხრათ არის თურმე რუკა ამ კარიბჭეების რუკა ბუნებრივი კარიბჭეების რუკა ყველგან კარიბჭე შეიძლება გაიხსნას თავს,ში ზღვაში ამიტომ თუ რუკა არიცი ძალიან საშიშია კარიბჭეში შესვლა შეიძლება დავუშვათ შეხვიდე აქედან და ოკეანეში ამოყო თავი ან ამოყო სადღაც ცაში თავი ხო ამიტომ ძალიან საშიშია მაგრამ ამავე დროულად არის ხელოვნური კარიბჭეები რომლებსაც ხსნიან ადამიანები მაგალითად კოსმოსური პროგრამების წარმომადგენლები ხელმძღვანელები იქ მათ შეუძლიათ ნებისმიერ ადგილას გახსნან კარიბჭე ნებისმიერ ადგილას გადაადგილდნენ მათ აჭირდება დიდი მანძილების დაფარვა მათ აქვს ისეთი ტექნოლოგიები რომ მოკლე დროში ფარავენ მოკლე ძალიან მოკლე მანძილებს და პანდორას უთქვამს მე კიდევ მაქვს თქვენთვის გადმოცემული ვიაჩესლავ კატაროვის ვიდეოს მიხედვით რომ დედამიწა გავს ოტევს კი დედამიწა როდესაც ეს დედამიწა ბრუნდება შიგნით და ასე გადმობრუნდება და შიგ ჩაბრუნდება ამ დროს სოტებივით ჩანს ეს სამყაროები სოტებივით მაგრამ ეს პირდაპირ გაგებით არ უნდა გაიგო თურმე ეს სოტებით კი ჩან ამ დროს მაგრამ მართლა სოტებად რომ იყოს სოტებად ეს სამყაროები განლაგებული დედამიწაზე ჩვენ ვერ გადავარდეთ ის სოტიდან მეორეში თურმე უბრალოდ ის გავს სოტებს ამ გადმობრუნების დროს სოტებად გამოჩნდება სამყაროები მართალია ეს ტყული არა სოტებისგან შედგება დედამიწა ხო მაგრამ ამ სოტებს დაინახავს მაღალ ენერგეტიკული ადამიანი და დაინახავს ან წვრილი სამყაროდან ხო მაგრამ სინამდვილეში თუ შენ დაბალ ვიბრაციული ხარ შენ ამას ვერ დაინახავ ამიტომ გონია დედამიწა ერთ სიწყიანი და წვილი არ უთქვამს არც ვიაჩესლავ კატლეროვს არც პანდორას რომ სოტებია განლაგებული არ უთქვამს წვილი მაგრამ ვედები ამბობს რომ კვერცხისებური ფორმისა დედამიწა ხო ალბათ ისინიც მართლები არიან თავის ხრიდან მე ხომ გეუბნებით გააჩნია რომელი მხრიდან შეხედავ გააჩნია გამოსახულებას რომელი მხრიდან შეხედავ და რა განზომილებიდან და რომელი რაკურსიდან ხო და ახლა ალიონა ბერეგინიამ თქვა რომ თქვენ ეს სოტები იმიტომ დაგიხასეთო რომ თქვენ გქონდოთ წარმოდგენა გქონდეთო სამყაროებზე მიახლოებითი წარმოდგენა ეს იყო უბრალოდ მაგალითი და მე მაგალითად გული არ მომცლია მართალია ეს ხალხის მართალია თქვენ რომ მაგალითი დაუშვათ მოყავთ რა მაგალითი მიახლოებითი მაგალითი ხო მოყავთ რომ წარმოდგენა გქონდეს ადამიანს თორე სინამდვილეში ის მაგალითი ხო არ წარმოადგენს იმას რაზეც თქვენ ლაპარაკობთ ასე რომ გული არის უნდა მოუვიდეს ხო და ამ ჩაბრუნების ჩახვევის და გადმობრუნების გამოხვევის მომენტში ეს სამყაროები ერთმანეთს ერევა სოტების სახით სადღაც უერთდებიან ერთმანეთს სადღაც ადგილს ინაცვლებენ და ყოველ ამ სამყაროს
ჩვენი შათლით. აქვთ განზომილება, აქვთ განზომილება ეს ცალკეა, ვიბრაცია ცალკე. და კიდევ ჯერ ეს გოგოები არ არიან კარგად გარკვეული ამ განზომილებებში და სიმჭიდროვეებში და დონეებში. ყველას აი დედამიწაზე მაგალითად ბევრი განზომილება არის, ბევრი დონე. აი მაგალითად, ხო არის ადგილები, სადაც დრო ნელდება, არის ადგილები, სადაც დრო ჩქარდება. მაგალითად ხომ არიან რომ ბუდისტები როგორც მოწინე ხალხი კაილასთან მიდიან, ცდილობენ იქეთი ორი კვირა არა 4 დღე თუ 5 დღე. რატომ და ამ კაილასის გარშემო, კაილასის გარშემო ისე ჩქარა მიქრის დრო, რამდენიმე დღე იქ 4-5 დღე თუ გაჩვენები უდრის 2 კვირას. ეს ხალხზე კიდე ჩანს, წვერები ეზდებათ, ჩხილები ეზრდებათ, სახეზე კიდე ცვლილებები ეტყობათ. ხო. ზოგ ადგილას კი დრო გაჩერებულია, დედამიწის ზოგ ადგილას. ასე რომ ეს არ უნდა გაგვიკვირდეს ჩვენ. დრო ამას შევეჩვიოთ. მე დიდი ხანია შევეჩვიე ამ ამბებს. მე მეუბნებიანო ალიონა ბერეკინი ამბობს 12 განზომილება, მაგრამ ყოველ განზომილებაში შეიძლება იყოს კიდევ რამდენიმე პატარა განზომილებები. ამ ყოველ ერთ განზომილებაში შეიძლება იყოს პატარა განზომილებები, მრავალი პატარა განზომილებები, რომელიც ითვლის საცხა 200 განზომილებებს. ესეთი ამ 12-დან ამაში შედის რამდენიმე განზომილება და ის რამდენიმე განზომილება ითვლის ხანდახან ადის 200-მდე. იმ ერთ 12-დან თითო განზომილებაში. ახლა ჩვენ ავიღოთ ჩვენი დედამიწის მაგალითი. ჩვენ ხო გვაქვს ჩვენი დრო, ხო? და ჩვენი დროც არის რამდენიმე ხაზი, ასე თქვათ პარალელური ხაზები. და ამ პარალელურ ხაზებშიც არის, ახლა არ ვიცი არის თორე ეს პარალელური, როგორ აგეხსნა ზუსტად. ალენა თქვა რომ დროის ყოველ ნაკვეთში არის რამდენიმე დროის ნაკვეთი და ამ ყოველ დროის ნაკვეთს აქვს თავისი განზომილება, რამდენიმე განზომილება. გონი ახლა ზუსტად გადმოგეცით. სამყარო იმასე მეტი რთულია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ. ძალიან რთულია. გმადლობთ ყურადღებისთვის. ეს ვიდეო საერთოდ მოკლე ვიდეო იყო, ამიტომ გადაწყვეტი ჩაწერა, რადგან მე შემიძლია ახლა შეიძლება კიდევ მეორე მოკლე ვიდეო ჩავატიო. ხო 22 წუთია მარტო გასული. გმადლობთ ყურადღებისთვის, ბედნიერ დროს გისურვებთ. ახლა ჩემთან 10-ის ნახევარია თუ ხო 10 უკვე 25 საღამოა. დროებით